დღეს ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ჩაკრების შესახებ. ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, გვაძლევენ ინფორმაციას, იძლევიან აღწერას, რაფერის არის ესა თუ ის ჩაკრა, გვირდებიან მათ გაწმენდას, საუბრობენ მის კავშირს კუნდალინთან, კუნდალინის გამოღვიძებასთან, წარმატებასთან, წარუმატებლობასთან, ცხოვრების სამა თუ იმ ასპექტებთან. მაგრამ რა არის სინამდვილეში ჩაკრები და რა არის რეალურად მათ შესახებ ცნობილი? ინდურ ტრადიციებში იქნება ეს იოგა, ბუდიზმი, ტანტრა თუ სხვა, იმიტომ რომ ინდოეთში ძალიან ბევრი ტრადიციაა, არსებობს უამრავი ინფორმაცია ჩაკრების შესახებ. მაგალითად, უძველეს ბუდისტურ ტექსტებში მათი რაოდენობა, როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ, არის 4 ან 5. ასევე მაგალითად ტანტრულ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებული რაოდენობა ჩაკრების არის 6. ანუ საუკუნეების განმავლობაში 6 რიცხვი იყო ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა, თუ რამდენი ჩაკრა არსებობს. მაგრამ არსებობს ისეთი შუა საუკუნეების ტექსტებიც, რომ ჩაკრების რაოდენობა არის 50-ზე მეტიც. თითეული ტრადიცია განსხვავებულ თვისებებს მიაწერს ჩაკრებს და სხვადასხვა ღმერთებსა, ქალღმერთებსა და ასე შემდეგ სხვადასხვა თვისებებს უკავშირებს. ეს ყველაფერი აიხსნება, რომ და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩაკრები არ წარმოადგენს რაიმე რეალურ ემპირიულ გამოცდილებას. ვინაიდან ეს რო გამოცდილება იყოს ემპირიული, არ იქნებოდა ამდენი განსხვავებული შეხედულება. ანუ ჩვენ ხო არ დავთ, რამდენი ხელი აქვს ადამიანს, რამდენი გული აქვს და ასე შემდეგ. ეს არის ტრადიციების მსოფლმხედველობის პროექცირება ადამიანის სხეულზე. მაგალითად, ბუდისტურ მოდელში 4 ჩაკრა უკავშირდება 4 ბუდისტურ პრინციპს. ესენი არის პირველი ჩაკრა ტანჯვა, მეორე არის უმეცრება ან ილუზია, მესამე არის ნირვანა და მეოთხე არის ნირვანასკენ მიმავალი გზა. ანუ ეს არის სრულიად განსხვავებული თვისებები ჩაკრების, ვიდრე ჩვენ ამაზე ვისმენთ ხოლმე. ანუ როგორი წარმოდგენებიც ჰქონდათ სამყაროზე, ღმერთებზე, სულიერ გათავისუფლებაზე, მათ შორის კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ, ყოველივე ეს გადმოქონდათ სხეულზე და ადამიანის სხეულზე წარმოიდგენდნენ ამ ყოველივეს. იგივე შეიძლება ითქვას კუნდალინზეც. როგორც ჩაკრებზე, აქაც არ არსებობს რაიმე შეთანხმება, თუ სად მდებარეობს კუნდალინი, რა თვისებები აქვს კონკრეტულად ზუსტად რამდენი კუნდალინი არსებობს, იმიტომ რომ არის ცნობები 3 კუნდალინის შესახებ, რომელიც მაგალითად ერთ-ერთი მკერდში მდებარეობს და ასე შემდეგ. რაც დღეს ყველაზე გავრცელებული არის, რომ არსებობს 7 ჩაკრა, ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, დაკავშირებული არის ფინანსებთან, სტაბილურ ცხოვრებასთან, პირად ურთიერთობებთან და ასე შემდეგ. ეს არის მე-20 საუკუნის დასავლური New Age მოძრაობების შედეგი. ანუ ეს ყველაფერი არ არის კავშირში ტრადიციასთან. ამ იდეათა უმეტესობა გაცილებით უფრო გვიანდელია, ვიდრე მაგალითად როკ ჯგუფი Pink Floyd. 7-იანი რიცხვი უბრალოდ შეიძლება კომფორტულად მოერგო დასავლურ ეზოთერულ ტრადიციებს და ისინი, ასე ვთქვათ, უფრო თავისებურ ინტერპრეტაციებს მიეცნენ. მაგალითად, 7 ჩაკრა დაუკავშირეს იესოს 7 ბიბლიურ სასწაულს და ასე შემდეგ. მას შესაძლოა რეალურად რომ დავსვათ კითხვა, რამდენი ჩაკრა არსებობს და რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში და არის მათი თვისებები? პასუხი ასეთი არის: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ წყაროს მივმართავთ და როგორ განმართავს მათ ავტორი. და ზოგჯერ იმაზეც, თუ რამდენად ძლიერი ფანტაზია აქვს მას განვითარებული. მაგრამ ალბათ ჩაკრების რაოდენობა მაინც 7-ია, რადგან ინტერნეტში სწორედ ეს რიცხვი არის ყველაზე უფრო გავრცელებული. გისურვებთ წარმატებებს წყაროების მოძიების გზაზე.